გამარჯობა, მე ვარ ოთარ ტაბუცაძე და ამ ვიდეოში ვისაუბრებ ვაჭრობის დაფინანსებაზე, კერძოდ კი აკრედიტივსა და დოკუმენტურ ინკასოზე. საერთაშორისო ვაჭრობა ხშირად მოიცავს სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასეთი გარიგებების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია გადახდისა და პროდუქციის მიწოდების უსაფრთხოება. მყიდველს სურს გარანტირებულად მიიღოს პროდუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიხადოს თანხა. გამყიდველს კი პირიქით სურს წინასწარ მიიღოს მისაწოდებელი პროდუქციის საფასური. ამ ინტერესთა წინააღმდეგობის მოსაგვარებლად ბანკები გვთავაზობენ სპეციალურ საბანკო პროდუქტებს, აკრედიტივს და დოკუმენტურ ინკასოს, რომლებიც იცავენ როგორც მყიდველს, ისე გამყიდველს და ამცირებენ საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებულ რისკებს. აკრედიტივი არის ანგარიშსწორების ფორმა, რომლის დროსაც ბანკი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს პროდუქციის ღირებულება გამყიდველს, იმ შემთხვევაში თუ გამყიდველი ბანკს წარუდგენს ყველა დოკუმენტს, რომელიც აკრედიტივის პირობებით არის გათვალისწინებული. ბანკი მოქმედებს როგორც დამზღვევის შუამავალი. ის ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას აკრედიტივის პირობებთან და მხოლოდ მათი სისწორის შემდეგ ახორციელებს გადახდას. ამის შედეგად მყიდველი დაცულია, რადგან თანხა არ გადაირიცხება მანამ სანამ დოკუმენტები არ დაამტკიცებს, რომ პროდუქცია გაგზავნილია შეთანხმებული პირობებით. გამყიდველი დაცულია, რადგან თუ ყველა დოკუმენტი წესრიგშია, ბანკი გარანტირებულად გადაიხდის პროდუქციის ღირებულების თანხას, ჩვეულებრივ 5 სამუშაო დღეში. საერთაშორისო აკრედიტივები რეგულირდება საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ შემუშავებული წესებით, UCP 600. შედეგად აკრედიტივი ამცირებს თანხის არ გადახდის, თაღლითობის და საკრედიტო რისკებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მხარეები პირველად თანამშრომლობენ, ან სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან. აკრედიტივის გაცემის უფლება მხოლოდ ბანკებს აქვთ, კერძოდ იმ ბანკებს, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებაში. აკრედიტივის ძირითადი ტიპებია. დაუმოწმებელი აკრედიტივი, რომელიც გაიცემა მხოლოდ მყიდველის ბანკის პასუხისმგებლობით, დამოწმებული აკრედიტივი, როცა მეორე ბანკი, ხშირად მაღალი რეიტინგის საერთაშორისო ბანკი, დამატებით ადასტურებს გარიგებას და იღებს ვალდებულებას გადახდაზე, რევოლვირებადი აკრედიტივი, რომელიც გამოიყენება განმეორებითი მიწოდებებისას, აკრედიტივი ავტომატურად განახლდება ყოველი პროდუქციის მიწოდების და გადახდის შემდეგ. და სტენდბაი აკრედიტივი, ფუნქციურად ჰგავს საბანკო გარანტიას და გამოიყენება არა როგორც გადახდის ფორმა, არამედ დამატებითი დამცავი მექანიზმი. მისი ამოქმედება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი ვერ ასრულებს ვალდებულებას. აკრედიტივის გამოყენება რეკომენდირებულია, როცა პარტნიორები პირველად თანამშრომლობენ, მყიდველის გადახდის უნარიანობა უცნობია გამყიდველისთვის, ან ტრანზაქციის თანხა დიდია, ან ქვეყანა მაღალი რისკის მატარებელია. აკრედიტივის უპირატესობები მყიდველისთვის. ეს არის თანხის დაცულობა, გადახდა მხოლოდ აკრედიტივის პირობებთან შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, კონტროლი პროდუქციის მიწოდების სვადებზე და ბანკისგან დაფინანსების უკეთესი პირობების შესაძლებლობა. გამყიდველისათვის უპირატესობები არის გარანტირებული გადახდა რეპუტაბელური ბანკის მეშვეობით, ნაკლები რისკი თაღლითობისა და გარიგების გაუქმების და ახალ ბაზრებზე და ახალ კლიენტებთან მუშაობის შესაძლებლობა. დოკუმენტური ინკასო არის გადახდის ფორმა, როცა მყიდველისა და გამყიდველის ბანკები შუამავლობენ მხოლოდ დოკუმენტების გადაცემაში, მაგრამ არ იღებენ პასუხისმგებლობას პროდუქციის ღირებულების გადახდაზე. ანუ გამყიდველი გზავნის პროდუქციას და საბუთებს თავისი ბანკის მეშვეობით მყიდველის ბანკში, ხოლო მყიდველს გადაეცემა ეს დოკუმენტები მხოლოდ მაშინ, როცა გადაიხდის თანხას, ან ხელს მოაწერს თანხის გადახდის ვალდებულების წერილს. დოკუმენტური ინკასო უფრო მარტივი და იაფია ვიდრე აკრედიტივი, თუმცა ნაკლებად უსაფრთხო, რადგან ბანკები არ იღებენ პასუხისმგებლობას თანხის გადახდაზე. აკრედიტივის მსგავსად დოკუმენტური ინკასოს გაცემის უფლება მხოლოდ ბანკებს აქვთ. დოკუმენტური ინკასო გამოიყენება მაშინ, როცა პარტნიორებს შორის უკვე ჩამოყალიბებულია სანდო ურთიერთობა, როდესაც გარიგების თანხა საშუალო ან მცირეა, ან როდესაც გადახდის რისკი დაბალია. თუ პარტნიორი ახალია, ან გარიგება დიდი მოცულობისაა, უპირატესად გამოიყენება აკრედიტივი, რადგან ბანკი თავად იღებს გადახდის ვალდებულებას. დოკუმენტური ინკასოს უპირატესობები არის დაბალი საკომისიო და მარტივი პროცედურა, გამყიდველი ინარჩუნებს კონტროლს პროდუქციაზე, სანამ მყიდველი არ გადაიხდის თანხას, მყიდველი გადაიხდის პროდუქციის ღირებულებას მხოლოდ პროდუქციის გაგზავნის შემდეგ. აკრედიტივი და დოკუმენტური ინკასო ორივე წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების ეფექტურ ინსტრუმენტებს. აკრედიტივი უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და გარანტიას, თუმცა მოითხოვს შედარებით მეტ ხარჯსა და ფორმალობას. დოკუმენტური ინკასო კი უფრო მარტივი და იაფია, მაგრამ მოითხოვს ნდობას მხარეებს შორის.
ორივე მექანიზმი ხელს უწყობს უსაფრთხო და პროგნოზირებადი საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას.